დილამშვიდობისა ყველას. დილის არა ვლოგს ვიწყებ ყავით. დილის ვლოგს ვერ ვასწრებ, იმიტომ რომ ხა ძალიან მიჩქარება. ამ ჩიქას სავარაუდოდ ბოლომდე ვერ დავლევ. იმიტომ რომ მე და მარიტა მივდივართ შილაკის გასაკეთებლად. როგორც ყოველთვის წელიწადში ორჯერ ვიკეთებ ხოლმე შილაკს ზაფხულში და საახალწლოდ. აი მოვიდა დრო. მე ვფიქრობ თეთრს გავიკეთებ. თეთრი ძალიან მომწონს. ამასთან მანიკური მესვა თეთრი და ძალიან მომწონდა და არ მეყო. ამიტომ ალბათ თეთრს გავიკეთებ. იმედია რომ ექნებათ. მარიტა შენ მოიფიქრე რა ფერს იკეთებდე? მე იქ არ დაიწყო ხო რომ მივად პირდაპირ დაიჭდე და უკვე დაიწყოს კეთება და უნდა მოგეფიქრებინა. მარიტას ვგრძელებ ამჯერად უნდა რომ დაიგრძელოს და ამ ერთხელ გავუშვი. იმიტომ რომ დაბადების დღე აქვს გოგოს მალე და ესეთი პატარა საჩუქარი იქნება ჩემგან. ერთხელ დაიგრძელებს და ვნახოთ აბა როგორ ექნება. მე არასდროს არ დამიგრძელებია, არ ვიცი, მაგრამ რო გითხრათ. არა. მე ისე მგონია რომ ვერ შევეგუები გრძელ ფრჩხილებს რა, ვერ გავაკეთებ საქმეებს სახლში. გრძელი ფრჩხილებით. ვერანაირად. მოკლედ ჩნებიობა კლავიატურასაც ვერ ვაჭერებ. არა, ის სახლის საქმეები, რაღაცეები, რანაირად უნდა გავიკეთო, რანაირად უნდა გავაკეთო, არ ვიცი. ჩხილები მოგეხმარება. არ ვიცი. ჯერჯერობით არ ვარ მაგისტვის მზად. მგონია რომ ვერაფერს ვერ გავაკეთებ გრძელი ფრჩხილებით და ამიტომ არ ვაპირებ დაგრძელებას, უბრალოდ შილაკს გავიკეთებ. თეთრი ფერი მინდა. თეთრი ხო კაი იქნება. ნეტარამდე ხანში გაგვიკეთებს. აი მეყოფავსო დამცხა ვეღარ ცვავ ამ ცხელყავას. ისე ცხელა არ და ყავა ხომ მინდა. რომ მოვამრე ცივყავას გავიკეთებ. ხელი ყავის დალევაც კი შეუძლებელი ხდება. ისეთი სიცხეებია თბილისში. წავედი. როგორი ფერებია არჩიებში. დაახლოებით. გამარჯობა. ისე მეკუსიბზე აღარ და ესეც აიგებია. ამბალომენი ჯობი. აია დიდებში? I don't really know. I ზოგზე და მოგონი სადაც ჭყუელებს გავიკეთებ, ფორმებს ან მიკროფონს გავიკეთებ, ხო? როგორ ჯერდია და ჭყუელები ლამაზეს. აპასი გამოგწმინდება. აი ეს ხარანაირად ის ის პატარძლის მანიფესტო. პატარძლებს აქვს. ეხა ძალიან მომწონდა გძელები. ხო, კაი, ნახოთ როგორ იხმარება. იმედია შენ თითებს მოუხდა ძალიან. შენც მოგიხდება ცოტა ხანში მეც მეკნება ისე. ესეთი ჩემი შილაკი, რომელიც გავიკეთე, მეგობრებო, აი ესეთი გამიკეთა მე.
თავიდან ცოტა არ მომეწონა, არ კარგად გამიკეთა ძალიან და რაღაცა, მაგრამ თვითონ ფერები თითქოს ერთმანეთს არ უხდება თქო. ფიქრობდი, მაგრამ ეხლა ნელ-ნელა დრო რაც გადის, უფრო მომწონს. მე თავიდან მინდოდა სულ თეთრი, აი კრასკა რო არის თეთრი ეგეთი, მაგრამ მე მასტერმა გადამაფიქრებინა, მალე გაგიჭუჭყიანდებაო და ეს რძისფერს უფრო გირჩევო. მე რძისფერი რო გადავწყვიტე, მე მარიტამ მითხრა, რომ ჭყიალებიც მოგიხდებაო და მეთქი, ხო, ჭყიალებით შეიძლება თქო და ეს ოქროსფერი ავარჩიე, მაგრამ მე მასტერმა მითხრა, რომ ეს აი ზუსტად ეს ოქროსფერი მოუხდებაო, ეს მკვეთრიო და კაი თქო იყოს თქო და ეხლა კიდე მე რომ ნახე რეზულტატი თითქოს ძალიან ისე ძალიან მკვეთრი არის განსხვავება რა ის ძალიან ნაზია ეს თეთრი და ეს ძალიან მკვეთრია და ჭყიალა და რაღაცა არ მომწონს მინდოდა რომ უფრო ნაზი ჭყიალები ყოფილიყო აი როგორც მარიტას აქვს მარიტას იდეალურად აქვს მართლა და ეგრე მინდოდა მაგრამ ნუ რა ეხლა ესე გამოვიდა და არაუშავს რა შევეჩვევი თანდათან უფრო და უფრო მომწონს პრინციპში. ხო, შევიარეთ ლიბრეში. აი ესეთი ფორთოხლის წვენი ვიყიდეთ, ცივი, ესეთი ბანანი, 4 ცალი ყავასთან ერთად ბოლო დროს სულ ბანანს ვაყოლებ ხოლმე ყავას და რაღაცნაირად აი ამოჩემებული მაქვს ეს პერიოდი. ბანანი, შოკოლადი და ყავა და შოკოლადი აუცილებლად ხილიანი უნდა იყოს, ამიტომ აი ნუშის შოკოლადი ვნახე რაღაც ნუშით. და აქციაში იყო 2 და რაღაც ღირდა, ეს ბარამბოს ადრეც ვიყიდე, მე ოღონდ ის თხილით იყო, უგემრიელესი იყო, ის აღარ იყო და ეხლა იყო ნუშით და აბა ერთი ესეც ვნახო, არ ვიცი. კიდევ ერთი ესეთი უფრო დიდი. ეს ცოტა პატარაა, ეს ცოტა დიდი. ალუბლის წვენიც ვიყიდეთ. აი ესე შევიარეთ. უი, არა, კიდე არის რაღაცები. ხო, კიდე ესეთი შოკოლადებით ვიყიდეთ. გარეთ ძალიან ცხელა, ხალხო. ყველაფერი შევყარე მაცივარში. დავიცხი ალუბლის წვენი ყინულებთან ერთად და ეხლა ცოტას ამოვისუნთქავ და მოვალ აზრზე. კაია. დამიწერეთ აბა. კომენტარებში ლამაზია ესე უხდება ეს ფერი. იმგონი უხდება. ამ ზაფხულს მინდა რომ შემდეგზე ერთ-ორ კვირაში რა, აი როცა უკვე გამეზდება ფრჩხილი, მე მინდა რომ კიდე გავიკეთო ერთი გაკეთება, არ ვიცი მე გავიკეთებ თუ არა სულ, მაგრამ ერთი გაკეთება კიდე მინდა გავიკეთო, ოღონდ უფრო ისეთი აი მართლა საზღვაო, ცოტა მკვეთრი, არ ვიცი ზღვაზე წავალ თუ არა, მაგრამ ნუ საზაფხულო რა, აი თეთრი, ცისფერი, ან ვარდისფერი, აი ცოტა ისეთი ფერები რო არის, ხო იცით? საზაფხულო ფერები, ეგეთი მინდა რომ გავიკეთო და ეხლა ესეთი გავიკეთე. არის და მარტო ესეთი მინდოდა, ყველა თითი ესეთი მინდოდა. მაგრამ მე არ ვიცი, შემიჩნდა რაღაცა და ვუთხარი ესეც გავიკეთე. აუ მარიტასი არის ძალიან ლამაზი. ლამაზი არ ვიცი გაჩვენეთ თუ არა სალონში საბოლოო ეფექტი, მაგრამ გაჩვენეთ ცოტა ხანში. ეხლა მინდა გაჩვენოთ ჩვენი რა ვიყიდეთ იმ დღეს შოპინგზე რო ვიყავით, არ მიჩვენებია თქვენთვის ბოლომდე რომ მოვედით, მე აღარ მქონდა მაგის თავი და ეხლა მინდა რომ დაწყნებლად გაჩვენოთ რაღაცები მაინც რა, აი რაც ვიყიდე, აი ეს ფეხსაცმელები მინდა რომ გაჩვენოთ, ძალიან მომწონს ეს ბასანიჭკები. ეხლა მას დავლევ და გაჩვენოთ. რა ვიყიდე? ნოში არ ვაპირებდი საერთოდ მათ შესვლას არც ვიცოდი საერთოდ რომ ის პოინტში იყო ეს მაღაზია, უბრალოდ შემთხვევით დავინახე და შევედით და ძალიან კარგი ფესდეკლები ყოფილა. თან გაგვიმართლა რომ ჩვენ კარგად გვქონდა აი ესეთი სანდლები ვიყიდე, ბასანაჭკები. ნახეთ ძალიან კარგი ხარისხი არის. საერთოდ ვერ ვამჩნევ რომ ფეხზე მაცვია. ყოველ შემთხვევაში აი თავიდან რაც ჩავიცვი, ძალიან მომწონს, თუმცა ჯერჯერობით სულ ახალია და არ მივლია და არ ვიცი, ფეხს მატკენს თუ არ მატკენს, მაგრამ მგონია რომ არ მატკენს, იმიტომ რომ აი ძალიან კარგი ხარისხია. ეს კარგად გქონდა და ავიღე ეს ბასანაჭკები ჩემთვის. ოღონდ ფასი ზუსტად მართლა აღარ მახსოვს, მაგრამ მახსოვს რომ ერთი ღირდა 20 ლარი, 1.18 და 1.30.
ესე მახსოვს და რომელი რა ღირდა უკვე არ მახსოვს, ამიტომ დაახლოებით ეს მეორე, ესეც მე მოვიზომი და ოდნავ დიდი მქონდა და მივხვდი ესე იგი ნატალის კარგად ექნება თქო და მარიტასაც ჩემზე ოდნავ დიდი ფეხი აქვს ორივეს უკვე და ამიტომ ესე ვხვდები და მართლაც მე რომ მოიზომეს ნახეს რომ თურმე კარგად აქვს და აი ესეთი რეზინის ისა აქვს ნახეთ ნაჭრის რა და ესეც ძალიან კომფორტული არის ზუსტად იგივენაირი სტილია ეს ვიფიქრე რომ ნატალის ექნება თქო და მართლაც ნატალის მოეწონა და ეს ვუყიდე მარიტას ეს მე ძალიან მომეწონა მაგრამ ცოტა დიდი მქონდა და ეს მარიტასთვის წამოვიღე აი ესეთი ის აქვს კიდე ამობურცული ისინი სუპინატორებივით და ძალიან კარგი არის, ძალიან ლამაზია, ნახეთ აი ფეხზე ულამაზესი არის, განსაკუთრებით გარუჯულ ფეხზე ხო საერთოდ ძალიან ლამაზი იქნება. ხო და აი ესეთი ბასანჭკები, ეს პრინციპში მეც კარგად მაქვს, თუ რამე მე შემიძლია ჩავიცვი, მაგრამ ოდნავ დიდი მაქვს რა და მარიტას კარგად ქონდა და ძალიან მოეწონა ფეხშორის გავხარდა ძალიან. ასე რომ მათ გარეშე ვიყიდე ფეხსაცმელები და ძალიან მოეწონათ. და როგორც ბლოგში ვთქვი, მე მითხარს რომ ჩანთებზეც ფასდაკლება გვაქვსო 30%-იანი, აირჩიეთ ჩანთაო და აი ჩანთა ავირჩიე. ესეთი დიდი ჩანთა არ მქონია, კაიხანია, ძალიან მინდა, სხვა შორის მე მინდა რომ კიდე ვიყიდო ესეთი ეს რაღაც ესეთი საზღვაო არის, აი ესეთი ხო იცით რაღაც ესეთი დაწნული ჩანთასავით არის, თითქოს ზღვის ჩანთას გავს, მაგრამ ნუ ესეთი საზაფხულო ჩანთა არის. მე მინდა რომ ესეთი დიდი ჩანთა ვიყიდე, ოღონდ ესეთი ჩვეულებრივი, რა ვიცი, ანუ რო არ იყოს საზაფხულო და რაღაცა, რომ ესეთი ნაჭერი რო იყოს ტყავი ან რამე. მაგრამ ეს ძალიან მომეწონა და კი ვარჩიე დიდი ხანი, მაგრამ ბოლოს აი ეს შევარჩიე და რა ვიცი, მგონი საყვარლობა არის ესეთი ჩანთა. თქვენას სიტყვით, ფასი აუ ფასების არასდროს არ მახსოვს. მე მგონი 50 ღირდა თუ არ ვცდები და ნუ 30%-იანი ფასდაკლებით დაგვიკლეს და უფრო იაფად შევიძინე. ხო, ნუ ეს ახლა რო არ გაჩვენოთ არ შეიძლება. ნახე რა ლამაზია მარიტას შილაკი კი არა, ხო, დაგრძელებული ფრჩხილები, ესეთი დასრულებული ვერსია. მარიტა, შენ ესეთი გინდოდა თუ სხვანაირი ცოტა? ანუ ვაპირებდი სხვა ფერს, მაგრამ ეს ისე ხო, მარიტა სხვა ფერს აპირებდა, მაგრამ თურმე როცა აგრძელებენ, ავტომატურად აი ამ ფერს ყოველთვის უსვამენ, ხო? და ამაზე არ უნდა გადაისვა, მაგრამ მე ისე მომეწონა. ხო, შეგიძლია ამ ფერზე გადაისვა. ჭყიალები გადავისვი. მარიტას ძალიან მოეწონა და აი აქ წაისვა ჭყიალები, ნახეთ, აი ამ ორ თითზე. ესეთი ჭყიალები და მეც ზუსტად ეგ ფერი მაქვს, ოღონდ ოქროსფერიც, რდისფერია, მოკლედ. აი ესეთი ლამაზი, მე მარიტასი უფრო მომწონს. იმიტომ რომ დავიგრძელე. ნახე რა ლამაზი. უი. თამადი დასარე. ხო, და კიდე ვიყიდე შარვალი. აი ესეთი ჩვეულებრივი უბრალოდ ძალიან ფართე შარვალი 25 ლარად. ეს ვიყიდე პაძემკაში მეტროში არც ვაპირებდი, მაგრამ რომ დავინახე, მეთქი ჭირდება, უნდა ვიყიდო და ვიყიდე და დღეს მეცოს ხოთშორის ძალიან ისეთი არის გრილი და კარგი შარვალი, თხელი და მჭირდებოდა ზედები მაქვს ძალიან ბევრი, სხვადასხვანაირი და ქვედები დიდად არ მაქვს, იუბკაც არ მაქვს, წესიერი კაბაც, ესეთი რაღაცები საყიდელი მაქვს, მე თუ რამე მომეწონება, ესე ექსპრომტად შეიძლება ვიყიდო. თუ არა და არის რაღაცები, რაც მომწონს, მაგრამ მე კარგად ლამაზად არ მაზის ხოლმე და აღარ ვიცი, ანუ მაქვს ბევრი კაბები და ქვედაბოლოები, რომლებიც არ მომწონს, როგორც მაზის არ მომწონს, არ ვარ კომფორტულად, ზოგს ნაჭერი აქვს ცუდი, ზოგი აი ესე ძალიან არ მიხდება, როგორც მგონი, ამიტომ ძირითადად ვიცვამ ხოლმე ესეთ ფართე შარვლებს ან ჯინსებს, მაგრამ ჯინსებში ხარ ძალიან ცხელა, ამიტომ ესეთ ფართე შარვლებს ვიცვამ და რა ვიცი, ხანდახან კაბასაც ჩავიცვამ ხოლმე. მაგრამ ესეთი შარვლები ეხა ძალიან მეკომფორტულება, ესეთი ფართე შარვლები და
მოკლედ აი ესეთი შარვანი ვიყიდე. ესე ჩემი საუზმე, დღეს არ მისაუზმეა, ამიტომ კვერცხი, ლორი და ესეთი გემრიელი სალათი, კიტრი, პომიდორი, მწვანე ხახვი და ბულგარულიც ჩავაჭერი და ეს ყველაფერი კახურზეთში, ცოტა კახური ზეთი მოვასხი, სვანური მარილი და აი ესეთი შავი თუსერი პური. მოკლედ ესეთი საუზმე მაქვს დღეს გემრიელის. ლაშა როგორი სახე გქონდა? თუ დაინახე. არც მეტი არც ნაკლები ესეთი სახე უნდა გქონდეს ქმარს. შილაკს დაინახავს. აბა ნახე მარიტას შილაკს. მარიტას მაჩვენე. რა გაიკეთე გოგო. რა მაგარია მა.